ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილებით. უარი თქვან ირანის ომში ჩართვაზე. ტრამპის აზრით ნატოს ეს გადაწყვეტილება პარტნიორობისთვის საზიანოა. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ალიანსი დატოვოს. მე იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ჩვენ ტრილიონობით დოლარს ვხარჯავთ ნატოზე. დაფიქრდით, წლების განმავლობაში მრავალი ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო ჩვენ ახლა დეფიციტი გვაქვს, რადგან ვეხმარებით სხვა ქვეყნებს. ხოლო როცა ისინი არ გვეხმარებიან, ეს ნამდვილად დამაფიქრებელია. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მე კონგრესი არ მჭირდება. მე შემიძლია თავად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვიმუშავებდი ძალიან ჭკვიან ადამიანებთან და მე ყოველთვის ვითანამშრომლებდი კონგრესთან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისთვის არ მჭირდება კონგრესი. მაგრამ როდესაც პარტნიორობის გადახედვაზე საუბრობთ, ამჟამად არაფერი მაქვს მხედველობაში. მაგრამ ვიტყვი, რომ დიდად არ ვარ აღფრთოვანებული. ჩვენ ვეხმარებით მათ თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ერთ დღეში დასრულდებოდა, ჩვენ რომ მათ არ დავხმარებოდით. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა პირველივე დღესვე დაეცემოდა, მაგრამ მათ ჰქონდათ მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა. ეს იყო ჩვენი აღჭურვილობა, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენმა მისცა მათ უფასოდ. ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის აღჭურვილობა, მსოფლიოში საუკეთესო აღჭურვილობა უფასოდ. ვიტყვი, რომ ამ ყველაფრით კმაყოფილი არ ვარ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინიციატივით გამოვიდა, რომ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით საერთაშორისო საზღვაო ძალა ჩამოეყალიბებინათ. თუმცა ნატოს წევრი სახელმწიფოები მის ინიციატივაში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ასევე ნატოს ქვეყნები არ აპირებენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, რაზეც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძალებს ირანში ომში სამხედრო დახმარება აღარ სჭირდება. იმის გამო, რომ ასეთი სამხედრო წარმატება ჰქონდა, ჩვენ აღარ გვჭირდება და აღარც გვსურს ნატოს ქვეყნების დახმარება. ჩვენ არასდროს გვქონია. ანალოგიურად იაპონიის, ავსტრალიის ან სამხრეთ კორეის იმედი. წერს სოციალურ მედიაზე დონალდ ტრამპი. ნატოში კი ამბობენ, რომ გაერთიანება არსებობს როგორც თავდაცვითი ალიანსი და არა შეეტევითი. სწორედ ამიტომ ნატო ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ირანთან ომში ჩართვას არ გეგმავს. ნატოს პოზიციას იზიარებენ ევროპელი ლიდერებიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად აუცილებელ ზომებს მიიღებს, ის უფრო ფართო ომში არ ჩაერთვება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ კირი უინსტონ ჩერჩილი არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით კი საფრანგეთი ჰორმუზის სრუტის ინიციატივას მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდება, რაც ირანსა და რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. თუმცა დონალდ ტრამპს სჯერა, რომ ამერიკის მრავალწლიანი მხარდაჭერის შემდეგ, ახლა როცა ირანის ომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარება ითხოვა, ნატო და წევრი სახელმწიფოები ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ.